რა უშლის ხელს მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლას? რატომ არ ტარდება ნაკრების თამაში დინამო არენაზე? სტადიონის წერილი და კობიაშვილის პასუხი. და რატომ იჩხუბა დვალიშვილმა UFC-ს გულშემატკივართან? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის უყურე ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ მამარდაშვილით, რომლის ლივერპულში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე არაერთი ინფორმაცია და ვარიანტი ვრცელდება. გამოცემების ნაწილი წერს, რომ ალისონ ბეკერის წასვლამდე ქართველი მეკარე 1 ან 2 წლით იჯარით ბორნმუთში ითამაშებს, შემდეგ კი ლივერპულში შეუერთდება. ნაწილი წერს, რომ შესაძლოა გიორგი იჯარით ვალენსიაშიც დარჩეს. ასევე ბევრი საუბარია სატრანსფერო თანხაზეც. ნაწილის აზრით ლივერპული 30 მილიონს იხდის. ნაწილი კი ამბობს, რომ ვალენსიამ ამ წინადადებაზე უარი თქვა და ინგლისელებმა ახლა 35 მილიონი და დამატებით ბონუსის სახით 5 მილიონი შესთავაზეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ამ ეტაპზე ქართველის ტრანსფერი დაპაუზებულია და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მოგვიანებით განახლდება. ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრემიერ ლიგის წესების მიხედვით კლუბს ახლად შეძენილი ფეხბურთელის პრემიერ ლიგის გუნდში იჯარით გაშვების უფლება არ აქვს. თუმცა, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ აგზავნის არიდება შესაძლებელია. მისი ინფორმაციით ლივერპულის პოტენციური გეგმა მამარდაშვილის ტრანსფერზე ასეთია. გიორგი ბორნმუთში 1 სეზონით გადავა ვალენსიიდან და მამარდაშვილი ფორმალურად ლივერპულის წევრი მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში გახდება. ანუ მამარდაშვილი ბორნმუთში იჯარით გადავა როგორც ვალენსიის ფეხბურთელი. ეს კი წესებით შესაძლებელია. რომანოს ინფორმაციით გიორგი ამ გეგმაზე თანახმა და ახლა ყველაფერი კლუბების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. ქართველი მეკარის ლივერპულში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კომენტარები გაკეთდა პრემიერ ლიგის რამდენიმე ვეტერანის მხრიდან. მათ მოსმენამდე არ დაგესწაროს, დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს დამატებით мотивაციას მაძლევს. როგორც გავიგე, ლივერპული ალისონის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს. ხვდები თუ რატომ ჩქარობს კლუბი ასე? საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ბეკერი 1-2 წელში წავიდეს და თუ ეს მართლა მოხდა, წითლები მომზადებულები იქნებიან. გასაკვირი არ არის ის თუ რატომ აქვთ მერსისაიდელებს ასეთი მძაფრი ინტერესი გიორგის მიმართ. მამარდაშვილის თამაში ვნახე 2-ჯერ და ორივე შემთხვევაში ის უბრალოდ საოცარი იყო. ჩეხეთის ნაკრებთან მან უბრალოდ დაუჯერებელი შეხვედრა ჩაატარა. გიორგი თავისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ თავდაჯერებულია. ცალკე გამოსარჩევია მისი ფიზიკური სიძლიერეც. მამარდაშვილი ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარეა. განვლილ ევროპის ჩემპიონატზე მისი პოტენციალი სრულად ვიხილეთ. გიორგი თამაშობს ისე როგორც თანამედროვე კარის დარაჯ შეეფერება. ის განსაკუთრებით ეფექტური დაბალი დარტყმების მოგერიების დროს არის. მსგავსი კომენტარები რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ სანამ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, გეტყვით რომ ვალენსია 17 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში ბარსელონას დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მამარდაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ქართველი მეკარე მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული. მამარდაშვილზე დღეს ასეთი ვითარება. ის ჩვენი ფეხბურთელია და სანამ განსხვავებული სიტუაცია არ იქნება, არაფრის შეფასებას არ ვაპირებ. გიორგი ვალენსიას ფეხბურთელია და მზადაა ითამაშოს ბარსელონასთან. მხოლოდ ამაზეა კონცენტრირებული. როცა სატრანსფერო ბაზარი ღია, კლუბები ყიდულობენ ფეხბურთელებს, მაგრამ მე თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ის აქ არის, მზადაა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ფეხბურთელი რომ გავყიდოთ, ჯერ შემოთავაზება უნდა მივიღოთ. შემდეგ ფეხბურთელს უნდა კონდეს წასვლის სურვილი. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. გიორგის კლუბთან კონტრაქტი აქვს და სანამ ის სხვა გუნდთან კონტრაქტს არ გააფორმებს, ერთ-ერთი ჩვენთაგანია. ის მხოლოდ თამაშზე ფიქრობს. ამ კომენტარის შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად რთულია იმის გაგება თუ რომელი ინფორმაციაა სწორი. ნებისმიერ შემთხვევაში ამას დრო გვიჩვენებს. ახლა წარმატებები ვუსურვოთ გიორგის ბარსელონასთან შეხვედრაში, რომელიც მისთვისაც და მისი გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. და თან შესაძლოა გიორგისთვის ვალენსიას რიგებში ეს ბოლო შეხვედრა აღმოჩნდეს. მამარდაშვილის მსგავსად, საკლუბო ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი თამაშისთვის ემზადება თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელიც. ეს შეხვედრები 17 და 18 აგვისტოს გაიმართება და იმედია, რომ ბევრ ლამაზ გოლსაც ვიხილავთ ქართველების შესრულებით. ახლა კი, რაც შეეხება დინამო არენას. როგორც იცით, საქართველოს ნაკრები მერთა ლიგის B1 ჯგუფის პირველ შეხვედრას ჩეხეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. როგორც ცნობილია, სტადიონის ცვლილების მიზეზი არის ის, რომ დინამო არენა რეაბილიტაციას საჭიროებს. მაგრამ დინამო არენას დირექტორის 6 აგვისტოს წერილის მიხედვით ბორის პაიჯაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მზადაა UEFA-ს ერთა ლიგის მატჩები ჩაატაროს და 51,000-ზე მეტ მაყურებელს უმასპინძლოს. თემურ პირტახია ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით VIP ბოქსებით და ლაუნჯებით სარგებლობას თავაზობდა. რაც შეეხება პირველ იარუსს, რომელიც 12,995 მაყურებელს იდევს, დინამო არენას დირექტორი წერს, რომ ის დეტალურად უნდა შემოწმდეს. ამის მიუხედავად გადაწყდა, რომ
ჩეხეთთან შეხვედრა გაცილებით ნაკლები მაყურებლის ფონზე უნდა ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე 27,000-მდე ადამიანი ეტევა. ამ გავრცელებულ წერილთან და დინამო არენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც. როდესაც ჩვენ გქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოქცეს სტადიონი. ეს არის ოფიციალური თამაში, სადაც რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით და შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა გქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა გქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციიდან, მათი ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, რომ ეს პრობლემა არის მხოლოდ ის, რომ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზული არის. არ მგონია, რომ ის მცირე ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე სპეკულირებს, საერთოდ არ ფეხბურთი აინტერესებს ჩვენ ქვეყანაში, ან ხალხი და ზოგადად რამე აინტერესებს, ამიტომ მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რაც სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სტადიონის ადმინისტრაციიდან მოვიდა ჩვენთან წერილი და მათ ასევე სიტყვიერად ქონა მათთან საუბარი, თუმცა არსებობს წერილი, სადაც ისინი საუბრობენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ რამე სხვა წერილი მიცეს და სავარაუდოდ რაღაც სხვა წერილი აქვს ადმინისტრაციას მიცემული ტელევიზიისთვის, ჩვენთვის ეს უცნობია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ არსებობს წერილი, რომელიც გამოგვიგზავნა ადმინისტრაციამ, სადაც საუბრობენ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რა პრობლემაც არის ჩვენთვის ყოველთვის ცნობილი პირველი იარუსთან დაკავშირებით. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში იმედია, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდება და საქართველოს შემდეგ შეხვედრებს დინამო არენაზე ჩაატარებს. რადგან მოგეხსენებათ, გულშემატკივრის რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამ ბრძოლას ყველა დიდხანს ელოდა. შესაბამისად, რაც ბრძოლა ახლობდება, ემოციები მატულობს. ფანების ნაწილი თვლის, რომ სწორედ მომატებული ემოციები გახდათ დვალიშვილის UFC-ს ერთ-ერთ გულშემატკივართან მცირე დაპირისპირების მიზეზი. შაბათს გამთენიისას დვალიშვილი ლას-ვეგასში ერთ-ერთ ტურნირს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, სადაც როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა იქ მყოფმა UFC-ს გულშემატკივარმა დვალიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. უფრო კონკრეტულად კი, ის მერაბს ეძახდა შემდეგ ფრაზას: შონ ომალი მამა შენია. სწორედ ამ შეძახილის შემდეგ 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ბიბლოჟა დატოვა, ტრიბუნაზე ავიდა და შეძახილის ავტორს პასუხი მოსთხოვა. თუმცა დაცვის თანამშრომელმა ის მალევე გამოიყვანა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ გულშემატკივრის ნაწილი ამბობს, რომ მერაბს მსგავსი ქმედებისგან თავი უნდა შეეკავებინა, რადგან ამან შესაძლოა საჩემპიონო ბრძოლას საფრთხე შეუქმნას. თუმცა როგორც თავად მერაბმა განაცხადა, ღირსებაზე წინ არაფერი დგას. მოკლედ, მეც იმეც ვიტოვებ, რომ ამ ინციდენტს არანაირი გართულება არ მოხვევა და 15 სექტემბერს დვალიშვილი შონ ომალს დაამარცხებს და საქართველოს მეორე კამარს მოუტანს. ახლა კი, თუ მოგეწონა ვიდეო და დაგავიწყდა, დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო ამბები ქართველ სპორტსმენებს. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.